სასტუმრო ამბასადორში თამბაქოსთან თავისუფალი სამედიცინო და სარალმანათლებლო დაწესებულებების და პროექტის მხარდამჭერი მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. დაჯილდოება საქართველოს პირველი ლედი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ჯანმრთელობისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. სპეციალური სერტიფიკატი მეცხრე არხსაც გადაეცა. ეს ღონისძიება ტარდება ბლუმბერგის ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზებას უწევს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ამის ძირითადი მიზანი და მისია გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია სამედიცინო და საგანმანათლებლო შეუერთდეს ამ მოძრაობას და რაც შეიძლება დავიცვათ თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან ჩვენი მომავალი თაობები და ახალგაზრდები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს თამბაქოსაგან 100% თავისუფალი სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ბევრი აქტივობა. დღეს არის სწორედ დაჯილდოება იმ სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების, ვინც ჩატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად მიიღეს 100% თავისუფალი გარემო. შეიძლება გაძვირდეს თამბაქოს პროდუქტები, ეს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჯანსაღ ცხოვრების წესს გვინდა რომ გავავრცელოთ ქვეყანაში. ასევე უნდა უფრო კონტროლი იყოს, მე ვფიქრობ, წალკი ღერების გაყიდვაზე, 16 წლამდე ბავშვებზე სიგარეტების გაყიდვაზე და ასე შემდეგ.